დღეს უბრალოდ იმ საღამოს საკუთარ თავსაც და ამ ჩემს ოჯახის წევრებსაც გულწრფელად ვეუბნებოდი, რომ რა აზრი აქვს ახლა ჩემი სახლში ყოფნას, იმიტომ რომ ვერც დავწვევი, ვერც დავიძინებ, ვერც ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ამ სივრცეში ყოფნას მირჩევნია, რომ იქ ვიყო ახლოს. აქციებში და პროტესტში ჩართული ვარ თითქმის მთელი ცხოვრება არის, რაც ზრდასრულ ასაკს მივაღწია და რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში მიმდინარე უწყოთ აქციაშიც ვიყავი თავიდანვე ჩართული. ბელიაშვილზე მდებარე რესტორან ბაბილოსთან აქციაზე მოხდა ჩემი დაკავება. აქციაზე გასვლა გადავწყვიტე იმ დღეს, როდესაც დღისით ვნახე კადრები, როგორ აპროტესტებდნენ დაკავებული ახალგაზრდების მშობლები, მოსამართლეების შეკრებას, ეგრეთ წოდებულ კორპორატიულ საღამოს. ვიყავი წნარად მშვიდობიანად გამოვხატავდი ჩემს პროტესტს, უბრალოდ ჩემი იქ ყოფნით და 1 საათის შემდეგ, როდესაც უკვე დაიწყეს დაკავებები, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ პროცესში ცოტა მოხდა ასე არეულობა ხალხში, ქაოსი, გაწევ-გამოწევა და ამ გაწევ-გამოწევაში აღმოჩნდი ისეთ ადგილას, რომ ვიყავით რამდენიმე, ალბათ 10 ან 15 ადამიანი, გარშემორტყმული ვიყავით პოლიციელებით და სანამ მოვახერხე ამ არეულობაში იმ კონკრეტული ადგილიდან გაცლა, მომეპარა ერთ-ერთი პოლიციელი და ჩამოვლო და დანარჩენი 4-5 სამართალდამცველს დაეხმარა და მოხდა მაგ მომენტში დაკავება ჩემი. მე რო დავინახე რომ ზვიადი დაიჭირეს, ონლაინ მედია მაუწყებელმა დადო ვიდეო რა, ეგრევე როგორც კი დაიჭირეს და შენ კი გეგონა რომ არ იცოდნენ, არავინ არ იცოდა შენი დაჭერის სახე, მაგრამ ნუ როგორც კი დაიჭირეს, ეგრევე ჩემცოლს ვეუბნები რომ სახში მოვდი და მე და ჩემი და გავდივართ ზვიადის საძებნელად და ეგ მინდა რომ რაღაცა ხაზი გავუსვა იმ ამბავს, რომ რადგან დღეს არ ვიცით ამ დაჭერილებს ურტყამენ თუ არ ურტყამენ, ის პერიოდი სანამ გაარკვევ ადამიანი სად არის, შენ ცალკე ჯოჯოხეთს გადიხარ რა და აბსოლუტურად არანაირი ბერკეტი საშუალება არაფერი არ გაქვს, რომლის წყალობითაც გაარკვევ სად არის იმჟამად დაკავებული. ხა ჩვენ ხო არ გვაქვს საუბარი რაღაც ბოროტ მოქმედზე და მკვლელზე და აი რომ უნდა რაღაცა სუპერ გასაიდო ან რაღაც ტერორისტზე რომ გადამალო ეს და რაღაცაების მერე გაამჟღავნო ადგილმდებარეობა. ხო შეიძლება არსებობდეს რაღაცა სამსახური ან უბრალოდ რომ რეკავ ამ შსს-ში და სახალხო დამცველთან და ვიღაცები და გითხრან რა, წესერ გაარკვიონ და გითხრან. ვერ იგებ ამას რა, აი უკვე როცა მიიყავთ ამ რომელიმე კონკრეტულ იზოლატორში და ჩააყუდებენ ამ ადამიანებს, მერე გეუნებიან რომ აქ მეგონეს თავარ შსს თავარ შენობაში კახეთის გზატკეცილზე, რომელიც მდებარეობს. იქ ოქმის წაკითხვისას გავიგე რა შინედებოდა ბრალი, ყოველწლიანი ხულიგნობა და პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობა. თუმცა კადრები როგორც მე გავცელდა ჩემი დაკავების 1 საათის მანძილზე და იმ მომენტშიც უბრალოდ ვიდექი, არაფერს არ ვიძახნი, მშვიდობიანად. არავის მიმართულებით არ ველოძლებოდი, არ ვიგინებოდი. დაახლოებით 3 საათი დავყავით შემდეგ ოქმეს შევსებისას შსს შენობაში და შემდეგ უკვე სადღაც პირველის ნახევრისთვის გადაგვიყვანეს ზაჰესის იზოლატორში 4 ადამიანი. იმ დღეს დაკავებული 4 ბიჭი. იმედი მქონდა პატარა და შეიძლება ან ჯარიმით შემოფარგლიყვნენ, არ საერთოდ გავემართლებინე. თუმცა სასამართლოში მოსპეს ეგ იმედი მალევე. და ეგ რო გავიგე რომ უკვე ზაჰესში ჩასვეს. ჩემდას და ჩემცოლს უთხარი რომ ანუ უბრალოდ სახლში ვერ დავრჩებოდი იმ საღამოს რა. მე ხა არ მქონდა ნაფიქრი რომ 10 დღე მომიწევდა იქ ყოფნა. თუმცა ნუ მე რო გავიგე რომ მაქსიმუმ 15 დღე იყო შანსი რომ დაეყოვნებინათ, განვეწყვე მე მაგ ინფორმაციის მიღების მერე განვეწყვე რომ 15 დღეც გავქარჩევ. ეგრე მერჩივნა რა ჩემი მენტალური მდგომარეობისთვის ეგრე უფრო მისაღები იყო რა და მე რომ მეკითხებიან რომ აი რომ ბევრი იფიქრე თუ ანუ კი არა მიფიქრე უბრალოდ გარდაულობა ვიგრძენი რა რომ სხვანაირად ვერ გამოვიდოდა და ეგეც საინტერესოა რომ სხვები რატო ვერ გრძნობენ ამ გარდაულობას მაინც მე რატო ვიგრძენი იმიტომ რომ მე ჩემი გამოცდილება მაქვს რა მშვიდობიანი
და გრძელვადიანი დგომების, რაც ბევრს არ აქვს და უბრალოდ ეს ჩემი გამოცდილება შეერთდა იმ მომენტში ჩემს სასოწარკვეთასთან ბრაზთან და გადაიქცა აი ამ აქციად თუ რაც არის რა. პირველად ღამის განმავლობაში და დილითაც ვფიქრობდი, იცოდნენ თუ არა ჩემს შესახებ. და როდესაც ადვოკატი შემოვიდა, პირველ საათზე 12 საათზე დაახლოებით, მეორე დღესვე მითხრა, რომ ყველა მიცოდა იმ ღამესვე და იმ დაახლოებით 15 წუთში უკვე იცოდნენ, რომ დაკავებული ვიყავ და მაშინ იმეძებდნენ. და უბრალოდ ცოტა გვიან გაარკვიეს სად ვიყავით, სადღაც დილის 4 საათზე და მაგიტო ღამე ვერ მოახერხეს შემოსვლა ადვოკატებმა და მეორე ამბავი რაც მითხრა ამ ყველაფრის მერე იყო რომ დათო კონკრეტულად არ ახსოვდა სახელი, მაგრამ ჩემი მეგობარი გარეთ მელოდებოდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში განვიცადე ეგ ამბავი, ვიფიქრე უარყოფითი ინტერესი არ გამოეწვია ვინმეში და არ მიეგზავნათ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და ასე შემდეგ. და ადვოკატს დავაბარე იმავე დღეს, რომ გადაეცა ჩემგან პირადად, რომ სხვანაირად, ანუ ნუ იდგებოდა გარეთ ეს ქუჩაში და სხვანაირად გამოიხატა მხარდაჭერა და პროტესტი. თუმცა იმავე საღამოს სხვა ადვოკატი რომელიც შემოვიდა და იმისგან გავიგე, რომ უკვე არასაწესლოს ნამდვილად არ აპირებდა დათო. ზოგადად ეგ კონცეფცია მე მომწონს, რომ შეგვიძლია დადგე ანუ ვერც კი გეტაკებიან მაგ დროს რა, ვერ გეჯახებიან, აი რო დადგები უბრალოდ არაფერს არ აკეთებ, მე არაფერს არ ვაკეთებდი, ვიდექი და თავისუფალი რა მქონდა, ვკითხულობდი. არც მოწოდებები მქონდა რაღაცა ჯოსაც არ ვიძახდით, უბრალოდ ვიდექი რა და ოღონდ ამ დროშას რომ მოვიხურავდი, ყველა ხვდებოდა, რომ რაღაცას ვაპროტესტებდი. ძალიან საინტერესოა, როგორ იქცა ეს საქართველოს დროშა პირველ რიგში პროტესტის სიმბოლოდ და არა სახელმწიფო სიმბოლოდ. და ეს არის აღქმული არა ჩემს მიერ, არამედ თვითონ ამ სისტემის მსახურების მიერ, მაგალითად, აი ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ ნუ მანამდე ხო ქონდა ისტორიები, რომ მეტროში ახსნევინებდნენ ადამიანებს და სასამართლოში მოახსნევინეს და აი მე ჩემ შემთხვევაში ჩემი მეგობარი შევიდა იქ მოსაცდელი თუ რაღაც რაც არის რა, სადაც ხედან ეს ადამიანები და უთხრა, რომ აი რა იქნებაო დათო რომ შემოვიდესო, კათფესო, რაღაცა ესაო ისაო და იმას უთხრას, რომ არც არაფერიო მოგწანდეს, უბრალოდ დროშა მოიხსნასო. მე მან დაარსებს სულ არ ეხა ცხადია მოსასვენებლად, მაგრამ ნუ აი მანდ მივხვდი, რომ ეს დროშა მათთვის პირველ რიგში არის პროტესტის სიმბოლო. ხო და ამ დროშას მოვიხურავდი, დავჯდებოდი და ვიყავი რა უამრავი ადამიანი რომ მოდის შენთან უნდა ესაუბრო ამ ადამიანებს, გამარჯობა მაინც უნდა უთხრა და აი ეს რიგი რო ანუ რაღაცა პატარა აქცია როა, რომ იცი რომ ყველა შენთან არის მოსული და მე ერთს ვესაუბრები, მაგრამ გული მეფლითება, იმიტომ რომ იმ რამდენიმეს ვეღარ ვაქცევ ყურადღებას და ნუ ბოლოს ვიქანცებოდი ამ ყველაფრისგან, მაგრამ ნუ მეტნაკლებად ვახერხებდი ყველასთან საუბარს. ძირითადად საუბრობდით გამოსავლებზე, ანუ სოლუშენებზე, ანუ გამოსავალზე და პირად ისტორიებზე. აი ვინ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება მას შემდეგ რაც ეს აქციები დაიწყო, როგორ ვუმკლავდებით ამ მენტალურ წნეხს, რაც მოყვება ამ აქციებზე სიარულს ყოველდღიურს. მთელი ჩემი დგომის კონცეფციაც იყო ეს ადამიანურ კავშირებზე ზრუნვა, მეგობარზე ზრუნვა, სოლიდარობა. ის ადამიანები რომ მოდიოდნენ იცი როგორ განწყობით მოდიოდნენ, რომ ეხლა მე მივდივარ ტიპთან, რომელიც არის მზრუნველი მეგობრული და მოდი მეც ვემეგობრები რა და იყო აი ესეთი ტიპის კომუნიკაციაში. პირობების მხრივ ზაჰესის იზოლატორი ყველასგან გზაშიც კი გავიგეთ თვითონ პატრულის თანაშრომებიდან ყველაზე კარგი იყო და მართლებით აღმოჩნდნენ 4 ადამიანი ვიყავით ერთად, ნორმალური სივრცე იყო თვითონ საკანშიც. იზოლირებული საპირფარეშოთი. ბადრეგების მხრიდანაც მოპყრობა ჩვეულებრივი იყო, არანაირი რამ ზედმეტი სიტყვა, ანუ ფიზიკურად ქცევა არ ყოფილა. ყვება. ხარშ გვიჭერდნენ პირიქით და თუ პირადად მაგათთვის ცუდი არ არის, ვიტყვი რომ უფრო ჩვენკენ იყვნენ ვიდრე
თავრობისკენ ესე რომ ვთქვათ. კვების ხრივ სამზარეულო ქონდათ გაჩერებული რაღაც რემონტის გამო და ამიტომ ქონდა მხოლოდ გვთავაზობდნენ მხოლოდ მზასაკვებს, ეგრეთ წოდებულ ტუშონკას და ანაკომის სუპებს. და რა თქმა უნდა, გვიგზავნე 4 ადამიანი ვიყავით და საკვების შემოგზავნაზე პრობლემა არ იყო, პირიქით მაგიდას უცხოასე გქონდა და არ ვიცოდით რა გვიქნა ხშირად იმ საკვებისთვის. და სიგარეტი. აი პატარა ოთახში განუწყვეტლივ ეწევა ვიღაცა და ბუღი რა. და შენ ამ დროს არ ხარ მწევრი. ვერ იტყვირა, იმიტომ რომ ხანდახან მეც მინდებოდა მოწევა, ისე ზოგადად არ ეწევა, იმიტომ რომ რაღაცით დრო გაგყავს მაგ დროს და რაღაც ჩვეულებრივ რასაც გარეთ აკეთებ, იმ ჩვეულებას იმეორებ და ცოტა რაღაც განწყობას გიქნის შეიძლება. და წიგნებიც ხო იყო? ხო, მაგას ეგრე ვერ იტყვი. ქონდა კი რა თქმა უნდა წიგნები, ბიბლიოთეკა იყო. პირველი 2 დღე არაფერს უფლება არ გაქვს. წინასწარი დაკავება. ანუ 48 საათი და მერე უკვე შეგიძლიათ წიგნებიც იკითხო ისე კი ბატონო, ერთი დღეში 1 საათი ტელევიზორის ოთახში ქონდა, ტელევიზორთან ერთად ქონდა ჭადრაკიც და დომინო ასევე. ბიბლიოთეკაც იქ იყო, საიდანაც შეგვეძლო აგვეღონების მერი წიგნი, თუმცა იმას აღნიშნავ, რომ თითქმის ნახევარი წიგნები იყო რუსული ტომეულები, ძველი, შხაპზეც გავიტყვა. 3 დღეში ერთხელ გვეკუთვნოდა 10 წუთით. ეგ საჭირო ინფორმაცია მე თუ მკითხავ რა, უკვე. ხო. 3 დღეში ერთხელ 10 წუთით. კი. მოსწრებადი იყო, შეიძლება ვთქვათ. დისკომფორტი იყო ერთ-ერთი კიდე თვითონ ლოგინი, იმიტომ რომ მატრასები იყო საკმაოდ თხელი და გიწევდა თითქმის რკინაზე ბალიში ქონდა, მაგრამ მატრას ეძახი იმ თხელ ღრუბელს, ტყავგადაკრულს. მატრასი ცოტა ხმა მაღალი ნათქვამი. პარალონი. ხო რა. კი, ამის განმავლობაში საკმაოდ დისკომფორტი იყო. სითბო იყო ჩვეულებრივად ცენტრალურ გათხოვებით არის. და მე როგორ მივხვდი, იცი, რომ ზვიადი არ იყო კარგად. ძილის პრობლემა როგორც წესი არ აქვს და რომ დამირეკა ბოლოსკენ უკვე 7 დღეში ერთხელ გაქვს არის უფლება, ხო? ნუ 7 ერთხელაც რომ დამირეკა, მითხრა რომ რამდენიმეჯერო საძილე წამალი მივახმარე რომ დამეძინაო და აი მან მივხვდი რომ თლად ისე არ ხეინადაც არ იყო როგორც შეიძლება გარეთ ვინმე ეგონოს რომ ეხა ბევრი შემეგობარი ამას რომ გამოვიძინებ ეხა რომ დამიჭირო. გარე უბანში არის უფრო დუნე ტემპი ცხოვრების რა, ყოველ თუ სოღონდ ეხლაც მათ შორის და ძალიან უჭირთ მიიღება, როცა რაღაცა განსხვავებული ხდება და ამ დუნე ყოფას უპირისპირდება რაღაცა რა. ჩემი დგომა იყო ესეთი პარადოქსი მაგათთვის რა და მიუხედავად დიდი ინტერესისა, რამდენიმე დღე აი ფეხს რო გამივლიდნენ, ფეხს უნელებდნენ, მაგრამ ვერ მოდიოდნენ რა, აი უჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა. მერე 14 დეკემბრის იქ შეხვედრა მოგვიწია, ძველით ახალი წლის, დალია იქ რა თქმა უნდა, ადამიანებმა დალიეს და აი უკვე გადასვლა რო დაიწყეს მეზობლებთან, უკვე ცოტა შეზარხოშებულები რო იყვნენ, თამამად მოდიოდნენ ჩემთან, გამიცნეს რაღაცა, დამელაპარაკეს, იტირეს, მომიყვნენ თავიანთი ამბები, მე ვიყავი იქ მათი მეგობარი, მართლა ოღონდ მე ვხუმრობდი, რომ ეს ადამიანი არ არის ისე სასაცილო, თავიდან მეც ისე ვიყავი, რომ მეცინებოდა რომ აი რა სასაცილოა რომ კაცი რადგან დგას ქუჩაში და ვიღაცები მოდიან და რაღაცებს უყვებიან, მაგრამ მე რო დავფიქრდი იმდენად ტრაგიკული არის რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ ვიღაცა და რაღაცას ვიღაც და რაღაც სივრცევისაც მივლენ და ვისაც ეტყვიან რომ აი მაგალითად როგორ ეწირება მათი ოჯახები ამ პოლიტიკურ ბრძოლებს რა. ერთი ქალი მოვიდა და მიყვებოდა რომ აი სანამ ნაცები იყვნენო მეო და მამაჩემიო განუწყვეტლივ იბრძოდითო, მერე გარდაიცვალა მამაჩემი, ახლა მარტო დავრჩი, მარტო ვებრძვი ქოცებსო რა. და ეს ქალი მიდგას წინ ტირის და მე მიწევს რომ მე ჩემი გამჭირვები აქვს და მიწევს რომ ნუ გეშონ, მაგრამ ნუ ეგეც ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ მე საერთოდ დამავიწყდა რომ მე მაქვს რამე პრობლემა, იმდენი პრობლემა ამოტივტივდა ირგვლივ რომ რაღაცა დავიტვირთ მაგ მნიშვნელობით რომ აი შეუძლიათ ადამიანებს შეეძლოთ მოსულიყვნენ ეს ამბები მოეყოლათ. მე რო იქ 60 დღე მდგარიყავი, არ ვიცი მართალი გითხრა
რა ძალა შეიძლება და იქ შეკრულიყო, ანუ რა შეიძლება და იქ მომხდარიყო, იმიტომ რომ ეს რო დაიწყო ეს ამბავი, დინამიკას რო დავაკვირდი, ისე სწრაფად იზრდებოდა ეს მხარდაჭერა და თან ეს მხარდაჭერა ერთჯერად კი არ იყო რა, აი ერთჯერ რომ მოდიოდა ადამიანი, მერე სულ მოდიოდა. და წარმოიდგინე პირველი დღიდან ბოლო დღემდე უამრავი ის დაგროვდა რა ადამიანი ჩემთან მომსვლელი. ხერხები და მეთოდები ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ, უბრალოდ ყველანი ერთ აზიზო ვაჯამებდეთ ერთად, რომ ისევ გაგვიგზელებინა ქუჩაში დგომა და აქციებზე სიარული, ამ ფაქტის მერეც არ შეშინებულიყავით და შეშინებით არ შეშინებულოთ ერთ-ერთი და ერთ-ერთი დაკავებული დანიელი, რომელიც ჩვენთან ერთად იჯდა, 2 დღის წინ დააკავეს კიდე ერთხელ და დღეს სასამართლომ გამოუშვა 4500 ლარიანი ჯარებით. ადმინისტრაციული კვლევა. მე მაგით ცოცხლობ რა, მაგ პასუხით, რომ გამოსავალი, აი მარტივად რო გითხრა, გამოსავალი არის საზოგადოების გაზრდა, საზოგადოების ზრდა. გამოსავალი არის პროცესზე ფოკუსირება და არა შედეგზე. მე უკვე მე რამდენი წელი გამოდის, სადღაც 5 დაახლოებით, ჩემი ყოველდღიურობა არის წინააღმდეგობა მართლა ოღონდ, ანუ თუ ფიზიკურად არ ვარ წინააღმდეგობაში, ციფრულად მაინც ვარ წინააღმდეგობაში და აი სულ რაღაცის უსამართლობის წინააღმდეგ ვარ. და ამ 5 წლის განმავლობაში მივხვდი ჯერ ერთი საკუთარ თავს რო ვაკვირდები, რა ვიყავი ამ აქამდე სანამ ამ წინააღმდეგობაში ჩავებები და რა ვარ ეხა, შეიძლება ცოტა არათანმდაბლურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა უდიდესი სხვაობა არის, ბევრად უფრო ძლიერი ვარ მენტალურად, ფიზიკურადაც, ყველანაირად, ანუ ვისწავლე კრიტიკულ მომენტებში არ დაბნევა, გამოსავლის ძიება, ჩვენ ისეთი ჯოჯოხეთები გავიარეთ ნამოხვანში, რაღაც ადამიანმა რიონში შეცურა და იმ რამდენიმე წამი გქონდა იმისთვის, რომ მოგვეფიქრებინა გამოსავალი და ანუ ისეთი გაკვეთილები მივიღეთ, რომ დღეს უფრო ძლიერი ტიპი ვარ რა. ხო და ჩემთვის ეგ არის გამოსავალი, რომ ადამიანებმა გამოსავალი კი არა, სიკეთე ამ პროცესებში არის ეგ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ისე ვიზრდებით და ვიჭედებით, აი, ანუ რაღაც რკინარს როგორც ჭედავ ცეცხლში რა, აი ეგრე ვიჭედებით და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოფილი რომ მორჩება და საკუთარ ძველ თავებს რო თვალს შევავლებთ, აი იმ მომენტში ვიგრძნობთ გამარჯვების სიტყვას რა, მივხვდებით, რომ ყველანი ჩვენ თავს ვეტყვის, რომ აი თურმე რა მოვიგე ამ ამბებიდან რა, აი თურმე სად გავიმარჯვან საკუთარ თავებზე გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგობა არის საშინელი სტრესი, ფიზიკურად იცვლები, არა თუ მენტალურად ხდები, ან ფიზიკურად ცვლის ეს ყველაფერი. შეიძლება არც ისე დადებითად მოქმედებს ფიზიკურად და მენტალურად, ანუ რაღაცას იღებ რა, რაღაც მსხვერპლს გასცემ, მაგრამ ძალიან რაღაცას გასცემ უფრო სწორედ, მაგრამ ძალიან ბევრ ამას იღებ თან რა. ამიტომ ეს გამოსავლები და ეს გამარჯვებები ჩემთვის არის უფრო პერსონალური, ანუ მე უფრო პატარა მასშტაბ, ანუ მიკრო გამარჯვებებზე ვარ ორიენტირებული და აი მაგათ გულშემატკივრობ, ვიდრე ახლა საქართველოს როგორ გაიმარჯვებს ამ გეოპოლიტიკური გადანაცვლებების ჟამს რა. საერთოდ არ მაქვს ეგ რომ მაგაზე პასუხი გავცე, რომ საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ გაიმარჯვებს. ხალხი თუ გავიმარჯვოთ ჩვენს მიკრო სამყაროებში, მე ამ ქვეყანასაც დაეტყობა რა და მე გეოპოლიტიკურ გადანაცვლებებშიც ისეთ ადგილას აღმოჩნდებით, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ეს ქვეყანა.